სხვათვის Facebook-ზე უფრო მეტი არის, ვიდრე Teams-ში. Teams-მა მაინც ეთყობა, მაინც რაღაცნაირად კოლეგებმა ვერ მოვირკეთ ეს Teams-ი, თუმცა ახალ ფასო არის და კომპანია Microsoft-ის არის, გამოყენებული უпроსტოდ სახელმწიფო სკოლაში Teams-ი არის. და ეხლა ამ ხელა საუბრების ჩაწერის უფლებას მაგალითად სხვები უფასოდ არ მოგწევს და აქ უკვე სახელმწიფოს აქვს ნაყიდი ეს ლიცენზია. Microsoft-ის ამ პროდუქტებს, ხო და რის დავასრულებდი, ნახეთ, ფოტოხაფანგებს აწყობენ დაცულ ტერიტორიებში. გარკვეულ ტერიტორიაზე დგება ეს ფოტოაპარატი, არც დიდი ზომის არის. ის მასთან კავშირი Wi-Fi-ით ხდება, ან დისტანციურად. და როდესაც გაიმოძრავებს ან გაივლის ცხოველი, მხოლოდ მაშინ იღებს სურათებს, შესაბამისად აი ამ ფრაგმენტების უწყვეტი გადაღება არ მიმდინარეობს. ფრაგმენტული გადაღებებიდან მაგალითად მისი გამოყენებით რამოდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მთის ფოცხვერი შემორჩენილი არის ესეთი, ადრე ვებხვიც რა ვიცი, მე ითვლებოდა რომ იყო და მოკლულიც კი არის, მე როგორც მახსოვს, სადღაც 30-იან თუ 20-იან წლებში საბჭოთა საქართველოში, ესე იგი ბოლო ვებხვი, რომელიც აქ იპოვეს რა. შემოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან. ასე რომ აი ამ ელექტროინჟინერული რაღაც ელემენტების გატანა ბუნებაში შესაძლებელი არის და იქ სენსორებით შეიძლება გარკვეული აქტივობის განხორციელება. კარგით, ეხლა დრო არ დავკარგოთ, უკვე ჩემს საათზე 4 საათი და 8 წუთი არის, მადლობას გიხდით სულ ყველას. 19 მონაწილე არის შემოსული. ჩვენ ვაგზელებთ, ესე იგი ამ კურსს კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველასათვის ხშირად ისმის ეს კითხვა თვითონ ჩვენ ჯგუფშიც, რომ აი თქვა 4 საათზე ვერ ვახერხებ. ხო, ამიტომაც იწერება ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ Teams-ის ჯგუფში თქვენ შეგიძლიათ ახლა გაზიარებაზეც გადავიდე. და გავაზიაროთ, თქმაც გავაზიაროთ და მთელ ჩემს სამეფო მაგიდას გავაზიარებ. ესე იგი, მე ხა გადავალ. ამიტომ და მეჩვენებინ ეს იქ თქვენ Teams-ის ჯგუფი, ხო, რომელშიც ჩვენ ვართ. აი აქ არის ეს საქაღალდე, ეგრეთ წოდებული გაზიარების, ინგლისურად shared. და აქ არის, ნახეთ, ჩანაწერები, აი ესეთი სახელით. და თუ აქ შეხვალთ, უკვე დავახარისხეთ, აქ არის 25 წლის ვებინარები, ეგრეთ წოდებული ელექტროინჟინერიის მიმართულებით, თუ 3 იყო ესეთი, აქ არის 2025 წლის ვებინარები, დიდი მეცნიერული აღმოჩენები და აი აქ არის წინა 3 ჩვენი შეხვედრის, ესე იგი, ჩანაწერი devs, ასე რომ ამის ნახვა შეიძლება. გარდა ამისა, ჩვენ ვართ, ესე იგი, Facebook გვერდზე. მოდით შეიძლება გამოვივიდეს ახლა Facebook გვერდზე შესვლა, ძამით. ვნახოთ თუ შემიშვებ Facebook გვერდზე პრობლემის გარეშე. Facebook გვერდზე თუ შევალთ, ჭირკედელას Facebook გვერდზე, მე მგონი ვიღაცა ითხოვს შემოსვლაზე თანხმობას, კი ბატონო, მივიცეთ თანხმობა. ხო, სად ვიყავ, ესე იგი, აი გადასული ვარ Facebook გვერდზე, აბა ჭირკედელათი შევიდეთ ერთი წამით, ეს თუნდა შემიშვას პირდაპირ. აი შემიშვა და აქ ჩვენ წესით უნდა შევხვდეს, ხო, ეს სამწუხარო მოვლენა არის, რომ შეგიძლიათ შევდივართ ესე იგი ჯგუფებში. ხო, აი აქ ვართ. არის კონსულტანტების ჯგუფი არის, არ გვინდა ერთ წამით. ჯგუფები. ნუ აი მე შევეცდები, მე რაღაცნაირად მოვწები, но სამწუხაროდ ეხლა მე ვერ ვნახულობ ამ იმას, ამ ჯგუფს. კარგით. და როგორც აღარ დავკარგავ დროს, მოკლედ Facebook ჯგუფში ვდებთ ჩვენ ამ ვიდეოებს და იქაც შეიძლება ამ ყველაფრის ნახვა. ესე იგი, ახლა რაზე ვისაუბრებთ დღეს, ხო? მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივუყვებით აი ამ ჩვენ წიგნს, ხო? სადაც არის ეს მეშვიდე პროექტი. პროექტს ეძახიან იმპულსურ ციმციმას და ეს ყველაფერი უკავშირდება და შემდეგ შეხვედრაზე მინდა ასევე დავიწყო მოკლედ ლედ ნატურების გამოყენების თემას პროექტებში და ცოტა გავართულოთ ახლა, ხო, ჩვენი პროექტები, დავინახოთ
რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებმა ლედ ნატურები იცოდნენ. ხო, სხვათა შორის ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ თქვენ ხელის აწევით მაჩვენებთ რაღაცა კითხვა გვაქვს მიმდინარე პროცესში, ხო? შემივიღებთ. ესე იგი, წიგნი გვაინტერესებს არის თუ არა რესურსში, ხო? ესე იგი, ჩვენი ეს წიგნი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აი აქ. ესე იგი, ჩვენ ვებ გვერდზე, აი ხა თქვენ წინაშე ისევ გამოვიყვან, აგერ არის მოჭაც. აგერ არის ჩვენი ვებ გვერდი. ახეთ Steam სკოლებში აი ამ ვებ გვერდზე არის ესეთი მენიუში Arduino Uno და აი აქ არის ორივე წიგნი, ეს არის პირველი ნაწილი, ეს არის მეორე ნაწილი. ჩვენ ახლა ვასრულებთ მესამე ნაწილზე მუშაობას, რომელიც რობოტ მანქანებს დაერთმობა თითქმის მთლიანად და შემდეგ გვინდა მეოთხე ნაწილში აი სწორედ სენსორებს და უბრალოდ ანდაწყებითები გავაკეთებთ, ან სენსორები ორი აქტუალური თემა არის და არ არის. აქვე არის მინდა გითხრათ კოდები, აი მე აქ შევალ ეს გამოგვადგება დღეს და ეხლა თქვენ წინაშე გავაკეთებთ, ანუ აი მთელი კოდების ნახა შეგიძლიათ, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ. მე მოდით ეხლა წინასწარ ჩამოვიწერ მეშვიდე პროექტის კოდებს. ნახეთ თქვენ წინაშე, აი ახან შემოვედი, აგერ არის მეშვიდე, მოვინახული, აი მოვნიშნე ესე იგი კოდები და მივეცი ბრძანება ჩამოტვირთვა. აი დაიწყო ახლა ჩამოტვირთვა, ნახეთ მე კურსორით ვცდილობთ რომ გაჩვენოთ. თუ ჩვენ გადავალთ საქაღალდეში, აი სადაც არის ჩამოტვირთულები, აქ არის პროექტი ნომერი 7. მოდით მე ამ პროექტს ბარემამ გავხსნი. გავხსნი ამ პროექტს. აი შიგნით არის საქაღალდე და კიდე ამ საქაღალდესაც თუ დავაჭერ, აი აქ არის ესეთი Arduino-ს ესე იგი რა ქვია, ეგრეთ წოდებული sketch-ი, მცირე პროგრამა პროექტ 7-თან დაკავშირებული. იცით რა, მე მას ჩავრთავ ყოველ შემთხვევისათვის. მოდით ეს ეტაპი აქვე გავიაროთ, რახან მომიწია კითხვაზე პასუხის გაცემა. დიახ, ეს რესურსი ატვირთულია და აი ეს არის ჩვენი sketch-ი, რომელსაც დღეს გამოვიყენებთ, ხო? ესე იგი, ეს წიგნი მოკლედ გავეცი პასუხი თქვენს კითხვას, არის ჩვენ გვერდზე და ესე იგი, თუ გვინდა რომ აი მე მგონი, მოდით ესე ვთქვათ, ერთ წამით მოდით ბარაღამ მე ამ ვებ გვერდის გმულსაც დავაკოპირებ და ჩავაგდებ ჩვენი ჯგუფის ჯერ იმაში და ისედაც გავაზიარებ. ჯერ მესი აქ ჩავაგდებ ჩატში, აგერ არის ჩვენი ჯგუფის ისა. ესე იგი, შეხედეთ, აქ ჩამიგდეს Facebook-ის გმული. სპორტ ნიშნავს იმას შემთხვევით, რომ Facebook-ის გმულით მე ჯგუფში შეიძლება რომ შევიდე. ხო, დიდი მადლობა. ესე იგი, აქაც ერთიც ამითი ვერ შევალ. რატო შედის ამითი? ახლა იქით ამით შევიდეთ. ხო, ამითი მე არ მიშვებს. ხო, აი. აი ეს არის ჩვენი გვერდი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამიზიარეთ ქალბატონო. აი ამის ჩვენება მინდოდა, ესე იგი ვიდეოები აი ამ ჯგუფშიც არის. აი აქ იცით რომ Facebook-ს აქვს ესეთი სპეციფიკური, ანუ დაპინული სხვანაირად მათი ტერმინოლოგიური, ანუ თავისებური featured გამორჩეული, ესე იგი საიტები და აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ვებ გმულები ჩვენი ვებინარების, რომელიც არის, აი აქ არის მოთავსებული ესეთი. კარგით, მოკლედ დიდი მადლობა ამ გაზიარებისათვის, დამეხმარეთ თქვენ ამაში და მე უბრუნდები ისევ ჩვენ თემას, ხო, ეს არის ლედ ნატურების პროექტები. ძალიან მოკლედ იცით, სანამდე კეთებაზე გადავალ, ხო, ამ პრეზენტაციაში ჩვენ დავდებთ, რა არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებმა იცოდნენ, რა. ანუ ეს არის ჩვენი, ესე იგი, ნატურის გამომშვები დიოდის პრინციპზე, გამომსხივებელი დიოდის პრინციპზე აგებული ნატურა. ნახევარგამტარის კონცეფციას ეყრდნობა და აი თუ ფიზიკაში გავდივართ ნახევარგამტარებს ან ქიმიაში შეიძლება იქ ლედ ნატურების ჩვენება და ძალიან თვალსაჩინო არის როგორ არის მოწყობილი, სხვა შორის ქიმიაში, არა მარტო ფიზიკაში, იმიტომ რომ განსხვავებულ ფერს, განსხვავებული ნივთიერებისგან გაკეთებული ლედ ნატურა გვაძლევს. რა იყო სასწაული, ხო, რატო შედის პრინციპში ლედ ნატურა დიდ აღმოჩენებში შედის. საოცარი ენერგოეფექტურობა აქვს 80-90%-ით უფრო ნაკლები ჩვეულებრივ ნატურასთან ერთად,
მუშაობის ვადა 15-25 ჯერ უფრო მეტი, თითქმის არ წვება, თქვენ იცით რომ ეს პრობლემა არის, ესე იგი გრძელვადიანი განათების დროს ნატურები თბებიან და ზოგჯერ წვავენ კიდევაც ხოლმე და ხანძრის წარმოქმნის საშიშროებაც უკავშირდება თან ამ ძველ ნატურებს. ნუ საოცარი ფერთა მრავალფეროვნებამ და ამან აბსოლუტურად შეცვალა ახლა ჩვენი ეკრანები, რასაც ერთმანეთს უყურებთ, ესენი რა ქვია, მოვაპატიეთ და სარეკლამო საქმიანობა და ასე შემდეგ. და ნუ საოცარი ეკოლოგიურად სუფთა არის, იმიტომ ეს არ შეიცავს ვერცხლის წყალს და იმ მავნე ნივთიერებებს, რაც არის სხვა ნატურებში. და რაც შეეხება თვითონ 5 მმ-იანი ნატურები, აი რომლის პროექტებზეც ახლა ჩვენ ვიმუშავებთ, ხო? აი თქვათ ახლა მე კამერაზე რომ გადავიდე, აი ხელში მიჭირავს აი ეს პატარა ნატურა. თქვენ ხედავთ კიდევაც რომ აი მაგიდაზე წდევს ეს პატარა ნატურები. ამ ნატურებზე არის საუბარი, ვიღაცა შემოწვა უნდა და უკაცრავად. აი მივეცი უფლება რომ დაშვება მივეცი. ეს ნატურები, ამ ნატურების სასწაული მდგომარეობს იმაში, შესაძლოა ნობელის პრემია მიიღოს უყოლო, ვინც აღმოჩენა გააკეთა და ძალიან საინტერესო არის, რომ ლურჯი ფერის ნატურის გაკეთება ძალიან ცნობილი ისტორია არის. მე მგონი ვიღაც იაპონელმა გააკეთა 10 წლის შემდეგ, რაც უკვე მწვანე და წითელი გაკეთებული იყო. ნუ ჯერ ერთი ეს პატარა ნატურები გამოიყენება როგორც ინდიკატორები სხვადასხვა ადგილას და ინდიკატორები დღეს ჩვენი ტექნოლოგიის განუყოფელი ნაწილია, აბა ისე ვერც კი გაჩვენებს, ხო? რაღაცა ამზადდა, დასრულდა, არ დასრულდა. სიგნალიზაციებში, გაფრთხილებში, ხო, სხვადასხვა მუსიკალურ განათებებში გამოიყენება, ხა შეიძლება ხასიათის ამბავი არის, მაგრამ დღეს მოკლედ ეს დიდი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და სეგმენტური დისპლეები, ხო, ავით დაწყებული მეტროში რომ ხედავთ სურათებს და უწვრილესი დისპლეები იგივე ჩვენი ტელეფონის. ასე რომ LED ნატურა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის რა. და უნდა ვიცოდეთ პრინციპში როგორ არის აწყობილი, ხო, ეს ჩვენი დიოდი, ანუ ის ელექტროლუმინესციის პრინციპს იყენებს, გამოსხივება ხდება აი ამ ნახევარგამტოტული მასალების დახმარებით, ასე ვთქვათ, ამ მეების, რა ქვია, მე როგორც მახსოვს, ფოტონების, რომლებიც ესე იგი, რა ქვია, ქმნიან ამ შუქს ფერის, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ესე იგი, დენის მიმართულების სწორედ აღქმა ამ ჩვენ, ესე იგი, მაშინ რა ქვია, LED ნატურებში, ის მოძრაობს, ესე იგი, დადებითი ფეხიდან უარყოფითი ფეხისაკენ, ხო, ჩვენ ესე იგი, დადებით ფეხს უწოდებთ ანოდებს და უარყოფით ფეხებს, ესე იგი, კათოდებს. კონცეფცია თვითონ, ესე იგი, ნახევარგამტარების, სადაც ხდება ზედმეტ ელექტრონიანი ნივთიერებიდან ნაკლებ ელექტრონიანი ნივთიერების ცარიელ ადგილში, ეგრეთ წოდებულ ხრელში პირობითად, ესე იგი, გადახტომა ელექტრონის და შესაბამისად ამ დროს გამოყოფილი ნივთიერება ასხივებს, ხო? აი ნახეთ, ჩვენ, ესე იგი, გვაქვს ესეთი ვიდეო შერჩეული, რომელიც არ ვიცი, სამწუხაროდ კაცო, ეს პრეზენტაციები რაღაც ფორმატებს რო იცვლის, არ შედის. ხო, მაგრამ პრეზენტაციას მე მაინც ჩავსვი, თუმცა აქვე გამოყვანილი მაქვს, მომზადებული ვარ ეს ვიდეო. ფიქრობ, რომ თუ ბავშვებს რაღაცნაირად ემოციონება, ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ის ბავშვებს და დავინახოთ, ესე იგი, ეს პროცესი ჩვეულებრივი ნატურისგან განსხვავებით, როგორ მიმდინარეობს რა. აი ამ სქემაზე ნაჩვენები არის, მე ახლა ცოტა ვხვდები, აი ეს კონცეფცია, ჩვენ ხედავთ როგორი აგებულების არის ეს ჩვენი პატარა დიოდი, აი ეს ნახევარგამტარი, რომელიც აქ არის მოწყობილი, შესაბამისად, აი ეს გამტარი, რომელშიც გადის ეს დენი ნახევარგამტარის გამოყენებით და ის ქმნის მხოლოდ სამხრივ მოძრაობას, ხო? და ეს გვაძლევს საშუალებას გადავახტეთ ცოტათი, რომ მივხვდეთ თუ როგორ მუშაობს LED ნატურა. ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაოს დენმა, მხოლოდ მაშინ ეს არის შესაძლებელი და აგრეთვე სქემა ძალიან კარგად გვიჩვენებს, როგორ არის მოწყობილი, ესე იგი, დიოდი. სქემაზე სხვაგან გააკეთეს ეს ყველაფერი, აი რას ნიშნავს ანოდი და კათოდი. ნახატი ასევე გვიჩვენებს, რას ნიშნავს თვითონ ნახევარგამტარის მუშაობის პრინციპი, ხო?
და როგორ არის ეს ორი ფენა ერთმანეთთან მიმაგრებული და აი ბოლოში თქვენ ხედავთ აქ საკმაოდ კარგი ანიმაცია არის რომელიც გვიშვენებს სილიკონში როგორ არის ჩასმული ბორის ასე ვთქვათ ერთი ატომი მოლეკულა უბრალოდ და შესაბამისად იქნება ეს ეგრეთ წოდებული პირობითი ხვრელი, შესაბამისად იქ არის მეორე ტიპის ნახევარგამტარი, რომელსაც ზედმეტი ელექტრონი აქვს და მოკლედ ეს მოძრაობა როგორ ქმნის იმ დენის ნაკადს, რომელიც მერე გამოიყენება LED ნათურაში. ვფიქრობთ, რომ ეს ვიდეო კარგად აუხსნის ბავშვებს აი ამ პროცესს, ამიტომ აი ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ პრეზენტაციაში, ამ ვიდეოში. ეხლა სანამ დავიწყებთ მუშაობას, კიდე ერთი ელემენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ LED ნათურებთან დაკავშირებით. შეხედეთ, სხვადასხვა ფერის LED ნათურას ჭირდება სხვადასხვა ტიპის სიძლიერის დენი. ყველაზე ძლიერი LED ნათურები არის ლურჯი, ამიტომ მე ყოველთვის გირჩევთ, რომ სანამ ბავშვები აითვისებენ წინაღობის ადეკვატურ გამოყენებას, რო არ გადაიწვას ეს LED ნათურები, და LED ნათურები მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ დენის ძალას იღებენ Arduino-დან, ესე იგი დენს იღებენ Arduino-დან და იქ 5 ვოლტზე მეტი არ არის, მაინც თქვენ ხედავთ, რომ LED ნათურებს უფრო ნაკლები დენი ჭირდება, ვიდრე 5 ვოლტია. შესაბამისად, ყველაზე ძლიერი არის ლურჯი, ამიტომ რეკომენდ, თეთრი არის, მაგრამ არაეფექტურია ეს თეთრი, ბავშვებს არ უყურაწონთ და არ ქმნის იმ შთაბეჭდილებას. ამიტომ ლურჯი LED ნათურების რეკომენდაციას გავუწევდი, რომ ამითი აკეთოთ პროექტები, აქ როდესაც უკვე გაიწაფებიან, შემდეგ მოდის მწვანე და აი წითელი ნათურა, ხო? ეხლა არის ესეთი სტაფილოსფერიც, იასამნისფერიც არის, მაგრამ უფრო გავრცელებული არის ხოლმე. ნახეთ, აი წითელი 1.8 ვოლტი არის, მწვანე უფრო გამძლე არის, ყვითელი. ყველაზე ნაკლებად ამის ყველაზე ეფექტიანი არის ბავშვებს იზიდავს ხოლმე ეს წითელი ნათურა. მას ყველაზე დიდი გაფრთხილება ჭირდება წინაღობის გარეშე მისი გამოყენება არაფრით, ასე ვთქვათ, არ შეიძლება. ასე რომ ეს სქემა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს, ხო, იგივე კლუბში იქნება თუ სადღაც, რომ არ გადაგვეწვას უბრალოდ ეს ნათურები. და დღეს ესე იგი ჩვენ ვიმუშავებთ აი ამ პროექტზე, იმპულსური ციმციმა ქვია ესე, ჩვენ არ ვიგონებდით ისეთ ეს პროექტი პრინციპში რაღაცნაირად თარგმნეთ ინგლისური ენიდან და იქ ესე იყო დასახელებული, ხა რატო იმპულსური ციმციმა, ხო? თქვენ ალბათ სულ გახსოვთ პოლიციის მანქანებზე, სასწრაფო მანქანებზე დაყენებული ეს ციმციმები, როდესაც ციმციმი გადადის და ჩვენ რაღაც ნიშანს გვაძლევს, ხო? ფერსაც სხვადასხვა განსხვავებული არის და ეს ციმციმებიც ხმასთან შეგუებული სხვადასხვა ნიშნებს იძლევა. შესაბამისად, ეს პროექტი ძალიან კარგი პროექტი არის. აქ ჩვენ ახლა ცვლად წინაღობასაც გამოვიყენებთ, აი ნახატზე არის, რომ დავიწყებთ მუშაობას და მე მგონია, რომ ბავშვებს მოეწონება. ძალიან სახალისო არის. ასევე სულ ბოლოში მე მინდა შევეხო ისეთ თემას, რომ ერთი აი რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ შეიძლება ეს ჩვენი რაღაცა მოდელი, რომელზეც მუშაობთ, გადავაქციოთ პრობლემურ ამოცანით. და აი აქ მე შემოგთავაზებთ, როგორ შეიძლება ის კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ, გარკვეული დილემის წინაშე დავაყენოთ ბავშვები და უკვე თვითონ, რავით, შეჯიბრებაც კი მოვაწყოთ, ვინ გამოიცნობს, როგორ შეიძლება ამოუხსნათ ან გადავჭრათ ეს ინჟინერული ელემენტი. და ეს ცხოვრებაშიც ესე არის, ხო? ანუ აი უკეთესი მანქანები, უფრო იაფი, ტექნოლოგიურად წინ სასვლელი, სწორედ ეს ტიპ პრობლემების გადაჭრაზე დგას. კარგით, გადავალ ახლა მე ესე იგი სახელმძღვანელოზე ჯერ ზედმეტ ფაილებს მოვაშორებ, რომ ხელს არ გვიშლიდეს. ვინმე ხო არ უნდა, ვინმე ითხოვს, შემოსვლას არავინ არ ითხოვს. მე გადავალ ესე იგი სახელმძღვანელოზე, აი ეგ არის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოში ქვემოთ თუ ჩამოვართ, ჩვენ ხედავთ რესურსებს, ხო?
იმედი მაქვს რომ არ დაიბედით, იმიტომ რომ მე შემოვედი ეხლა იმედი ისევ ისმის ჩემი ხმა პრობლემა შეიქმნა რასაც საქართველოს ინტერნეტი ჯერ სულ ყოფილი არ არის აი ისევ ჩემ ეკრანზე გამოიყვანე მთლიანად გამოსახულება და ხო მოდით გაჩვენებთ რა რესურსები დაგჭირდება ამ პროექტისათვის ხო აღსნაირად მუშაობ გარემო შევქმნათ მას ავთიშო ხო ესე იგი ნუ სამუშაო დაფა რომელსაც ვიყენებთ ესე იგი ჩვენ დაგჭირდება ეკრანი არ არის გაზიარებული თუ ჩემთან არ არის თქვენ მიყურებთ მე პირდაპირ ეკრანზე არა მე არ ხედავთ ეკრანზე კი ახლა ხედავთ კი ხედავთ კი ბატონო ესე იგი Arduino სამუშაო დაფა ჯამფერები უამრავი სხვადასხვა ფერის ეს საშუალო ზომის ჯამფერებია მინდა გითხრათ ამავე დროს მინდა გითხრათ რომ აი ამოცანასთან დაკავშირებით და ამოცანებაზე რო თქვი არის ესეთი მოკლე ჯამფერები თუ გვაქვს საშუალება კარგია რომ ორივენაირი გქონდეს იმიტომ რომ უფრო კარგი მოდელი გამოდის ხო LED ნატურები მაქვს აგერ მომზადებული მე გამოვიყენებ ამ შემთხვევაში მხოლოდ ლუდს და წითელს იმაში და რამდენი LED ნატურაც არის 4 იმდენ შესაბამისად წინაღობა მჭირდება 220 ომიანი შეიძლება იყოს 240 300-მდე მოკლედ რა 300 ომზე მეტი არ უნდა იყოს და ეგრეთ წოდებული პოტენციომეტრი აი ესე გამოიყურება მე გადავეყვან უფრო ახლო ხედზე კამერას პოტენციომეტრი გვაძლევს საშუალებას რომ ვცვალოთ და ეს საინტერესო ელემენტია როგორ იმუშავებს ის ხოლო დენის წყაროდ გამოვიყენებ Arduino შესაბამისად როდესაც მას მივაერთებ ესე იგი კომპიუტერს ჩემი Arduino-დან გამოვა დენი ხო მოდით ახლა აწყობის პროცესი რომ ავაკეთოთ ისე როგორც მუშაობ ხოლმე გადმოვიყენებ მეორე კამერას ჩემი სამუშაო სივრცე ეს არა ჩვენ გვინდა ცოტა სხვა სამუშაოს ესე იგი მაპატიეთ ისევ გამომაგდო მომიწია გასვლა და შემოსვლა ნუ აი თუ ესე თაროზებს ვერაფერს ვერ უზამთ ეს კომპიუტერის მუშაობა არის ვოჩ შევეცდები რომ ძალიან სწრაფად დავბრუნდე ისევ სამუშაო მდგომარეობაში აი ხა მე მგონი შემოვედი ისევ სამუშაო მდგომარეობაში და ყველაფერი ჩანს ხო ისე როგორც უნდა ჩანდეს კარგით ესე იგი ვიწყებთ დაფით აწყობას ჩვენი პროექტის და შესაბამისად მე გავაზიარებ, იმიტომ რომ გაჩვენოთ თან სქემა და თან რატო ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ და როგორ გონია ჩვენ რომ ვიმუშავეთ მეთოდურად როგორ ჯობია. გაცრავად, ესე იგი ეს არ მინდა. დავაზიარო წიგნი. წიგში ქვემოთ ჩამოვაგდა, აი გაჩვენებთ სქემას გამოვიყვან ახლა. აი ეს არის სქემა, გავსდი ცოტათი. რომ დავინახოთ სქემა უფრო დეტალურად, მაქსიმალურად გავსდი სქემას. ის იქ დავზადოთ. აი მე მგონი ეს უკვე კარგად ამოჩანს ახლა სქემა. აი ყველაფერი მოჩანს, Arduino-ც მოჩანს, ცოტა დავაპატარავოთ, აი ესე. ხო, აი მე მგონი ახლა კარგად მოჩანს სქემა. მე გთავაზობ დავიწყოთ ესე გარკვეული თანმიმდევრობას ვიცავ ამ შემთხვევაში მუშაობის და აი თანმიმდევრობა იქნება ესეთი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ ამ სამუშაო დაფას ხო აქვს ესე იგი ციფრები.
და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ უცხოენოვან, ინგლისურენოვან, ესე იგი, ლიტერატურაში მე მინახია მეთოდოლოგია, სადაც პირდაპირ ციფრებით ეუბნებიან ბავშვებს, როგორ უნდა იმუშაოს. მაპატეთ, ნუგზარ, ესე იგი, ეს რა, ეს ინტერნეტის ბრალია, რე? არა, ეგ გამოჩნდა გამოსახულება, ისევ აიწყო გამოსახულება. შესაბამისად, მოდით დავიწყოთ, აი ესე ავატრიალებ დაფას. ნახეთ, რომ დამიწების ლურჯი ხაზი, რომელიც აქვს, რომ იყოს ზედა მხარეს და დავიწყებ ნათურების ჩასმას. ნახეთ? აი მოკლე ფეხი აქვს, იცით თქვენ რომ აქვს გრძელი ფეხი და მოკლე ფეხი ნათურას, საერთოდ მე თან ეკრანზე ვცდილობ, რომ ისე დავდო ხელები, რომ მეც სულ ვეჩვევი ამას. აი ესე გავაკეთო. აი ჩავდე ერთი ნათურა, ლურჯი. მერე კიდე მეორე ნათურა. ნათურებს შორის ვცდილობ, რომ ერთი ცალი წერტილი მაინც დავტოვო მანძილი, რომ ნათურები ერთმანეთზე მიწებებული არ იყოს და ადვილად ვიმუშაო. ეხლა წითელ ნათურებს გადავდგი ორი ცალი პინი გამოვტოვე და წითელი ნათურა ჩავსვი ერთი, ჩავსვი მეორე წითელი ნათურა, ნახეთ, და მივიღეთ, ნახეთ, აი ესეთი 4 ნათურა. ესე იგი, ორი წითელი, ორი მწვანე, სინათლე უნდა გადახდეს აქეთ იქით. ეხლა ვიწყებ, შეხედეთ 4 ცალი წინაღობა მაქვს, ხო? შესაბამისად ამათ ჩასმას. ნახეთ როგორ სვავ, მოდით აბა შევხედოთ სქემას, რომელიც გვაქვს სახელმძღვანელოში. ერთი ფეხი, ნახეთ, აი აქ შუაში ტიხარი რო არის, სადაც დენი წყდება, ერთი ფეხი არის ჩადებული ზედა სამუშაო სივრცეში, მეორე ფეხი ქვედა სამუშაოში, ოღონდ ვერტიკალური მიმართულებით. მოდით აბა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ ვიწყებთ ლურჯიდან, ესე იგი ერთ წვრილ ფეხს ჩავდებ გასწვრილ ლიდნათურის გრძელი ფეხის და ესე და მეორე ფეხი, ნახეთ, არხს გადმოვიდა მეორე მხარეს, ყველაფერს ჩავამაგრებ, მერე გაჩვენებთ ეს ერთად როგორ მოჭას, ეს ვამაგრებ ამასაც. შემდეგ კიდე ერთხელ ვამაგრებ, ეხლა წითელ ნათურებს ვუმაგრებ წინაღობას, ყველა ფეხს, ყველა ნათურასათვის ცალკე ვსვავ წინაღობას. სხვანაირად წინაღობა თუ შეგვეშალა, მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის არ იმუშავებს მოდელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ წინაღობებს სანამ გამოვიყენებთ, ხო? წინაღობებს აი გამოვიყენებთ, ჩვენ შეგვიძლია ასევე მულტიმეტრი ავიღოთ, მულტიმეტრი, ჩავთოთ მულტიმეტრი და მაგალითად აი აქ თუ გვაქვს ჩვენი წინაღობები, გვაქვს, ნახოთ, გავზომოთ. ეხლა დავადი, გავზომე და 260-270 შორის არის წინაღობა, შესაბამისად მე სწორ წინაღობებს ვიყენებ, ზედმეტი არის. აი ნახეთ, ესეთი სტრუქტურა მივიღეთ, ესე იგი 4 ნათურა არის, თითოეულ ნათურას თითო ფეხზე, ოღონდ ანოდზე, ეგრეთ წოდებულ პლუს ფეხზე მაქვს წინაღობა, არხზე გადმოვიდა მეორე ფეხი და ეხლა უკვე ვიღებ, ესე იგი სადენებს. აი აქ გამომადგება მე მოკლე სადენები. ნახეთ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი წრედი იქნება, აი უნდა ეს ანოდები ფეხები ერთმანეთთან შევაერთო და მე ისე შევიყვანო Arduino-ში. შესაბამისად, აი ამ შიდა ეგრეთ წოდებული სადენებისათვის ვიყენებ მოკლე სადენებს, ეს უფრო მოსახერხებელი არის, აგერ ხელში მიჭირავს, თქვენ წინაშე ახლა გავხსნი, ხო? და აქაც ესე ვიზამრო, ესე იგი ერთი ფეხიდან სადენს გადმოვიყვან მეორეში, დავაკავშირე ეს არხები, ოღონდ ჩავსვი სადღაც შუაში, იმიტომ რომ მე უნდა დამჭეს კიდე პინი, რომელიც თაც დახმარებითაც მე უკვე Arduino-ს დაუკავშირდები და სადენი ხდება, აი ესე დავამაგრე, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი თუ მაქვს საშუალება, რომ რაღაცა მანძილი მაინც დავჭერო ელექტრონებზე, ეს მივიღეთ ეს სტრუქტურა. შესაბამისად, უკვე აქედან Arduino-ზე წამოვიყვან შედარებით გრძელი, ესე იგი, სადენებით. აი ერთი სადენი წამოვა ეხლა Arduino-საკენ,
საშუალო ზომის სადენებზე გადავერთე, შევაერთე მწვანე ფერის. ყვითელი არ მაქვს, ნუ გაი სტაფილოს ფერს ავიღებ. სტაფილოს ფერს ავიღებ, აქაც შევაერთე მეორე. რომისად მოლეყა შევაერთოთ Arduino-სთან, აი თუ ჩვენ გადავიხედავთ ისევ სქემაში, დავინახავთ, რომ მე-12 და მე-11 პინებში, ანუ შესაერთებელ დიგიტალურ პინებში უნდა შევაერთოთ ჩვენი ნატურები. შესაბამისად ეს შედის მე-12-ში, კარგად დავინახო, ეს არის მე-12 და არის მე-11. თუ კარგად ვერ ხედავთ, შეგიძლიათ გადაითვალოთ 1 2 3 4, ხო? 1 2 3 4 და გადათვლით დაინახოთ თუ რა ვიცი პრობლემები გაქვს. ხო, აი ეს სქემა გავაკეთეთ. ეხლა ჩვენ კიდე ერთი ამბავი უნდა გავითვალისწინოთ. შეხედეთ, პოტენციომეტრი დავაყენოთ, მოდით ეხლა. ეს არის პოტენციომეტრი. მას აქვს, შეხედეთ, 3 დამაკავშირებელი ფეხი. ერთში შედის პლუსი, მეორეში დამეწდება, გამოდის მინუსი და შუა ფეხი არის, რომელიც უერთდება ეგრეთ წოდებულ ანალოგურ სიგნალს გაუგზავნით მას და ისეც ანალოგურ სიგნალს გააკონტროლებს. აი ნახეთ, ანალოგური ესე იგი სიგნალების პინზე A0-ზე მივაერთებთ მას. ამას თუ გადმოვიტანთ აქეთკენ, აი ამასთან მუშაობა საინტერესო არის, ცოტა მოუხეშავი არის ეს ჩვენი ესე იგი ციფრული ესე იგი ცვალებადი. მართალია სქემაზე ის ნაჩვენები არის თითქოს აი ესე გიყურებს პირდაპირ, მაგრამ მე მას შევატრიალებ. იმიტომ რომ თუ აბა ბოდიშის მოხდით. ესე იგი თუ ჩავამაგრებთ ესე, ნახეთ, გაგვიჭირდება მე ხელი დატრიალება ამ წვირის. ან ცუდია. მაგრამ თუ მე მას ჩავამაგრებ აი ესე, ასე ვთქვათ, ნახალისგან პირიქით, აი დაველოდოთ, რომ კამერის გამოსახულება დამეწიოს მე, გვიანებს, რა ვთქვა, ინტერნეტის ამბავი არის, გაითი შეეხება, დაბრუნდება იმედია გამოსახულება, ხო, დაბრუნდა. აი ხედავთ უღმა ჩავს. მაგრამ არ ვიცით, უღმა ჩავს, ეხლა მე თუ მოვატრიალებ, ხო? თქვენ დაინახავთ, რომ მე ადვილად მიუდგები ამ სახელოს და მას თუ მე დავატრიალებ, ადვილად შევცვლი, ასე იგი, წინაღობის იმას, ამიტომაც ვამაგრებ ესე. ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ მე შუა ფეხიდან მომყავს, მოდით აი ჯერ შუა ფეხის გასწვრივ, ოღონდ არხის მეორე მხარეს არა, რა მხარეზეც დგას სამუშაო სივრცის, იქ ჩავამაგრებ, ესე იგი, ერთ ჯამპერს, რომელსაც აქვე დავუმაგრებ Arduino-ზე და მის ანალოგიურ, ესე იგი, აი ამ A0 სივრცეში. ფაქტიურად ჩვენ ახლა სისტემა ავაწყეთ, შეხედეთ. ეხლა ჩვენ გვინდა რომ ენერგია შევიყვანოთ, ხო, დენი, მოდით გადავიდეთ ისევ სქემაზე და აი სქემა ნახეთ რაც გვიჩვენებს, რომ ესე იგი 5 ვოლტი შევყავს Arduino-ს აი ამ პინიდან, ეგრეთ წოდებული powers ძალის, ესე იგი პინებიდან წამოვიყვანთ, მაგრამ დამიწებას წავიყვანთ დიგიტალური პინებიდან მე-13-ის გვერდზე GND წარწერით რო არის, ხო? და შევადენი, აი გავაკეთოთ, მოდით ახლა ეს, გადავალ ისევ ჩემ სამუშაო, ესე იგი, სივრცეში, ხო? დამიწებისათვის გამოვიყენებ რახან მაქვს საშუალება ლურჯი შავი ფერის სადენს, ჩავამაგრე აი ესე, აი ეს ჩავამაგრე და შემდეგ წავიყვანე და აი აქ დამიწებაში შევიყვანე ესე, დენი შევეყე, იმ ხაზზე უკვე დამიწება გაივლის. ხოლო დენისათვის გამოვიყენებ წითელს, ესეთი ჯამპერიც მაქვს. ამას ჩავშევ აი აქ 5 ვოლტში. ბატონ ჩავშევ 5 ვოლტში და ესეთ შევიყვანე აი ამ ლიანდაგზე. აი ნახეთ ესე, შევიყვანე ლიანდაგზე. შესაბამისად ეხლა ჩემი ესე იგი აი დენი აქ 5 ვოლტიდან შემოვიდა და შევიდა აი ამ ლიანდაგზე. შედის აქ, დამიწება შედის. ეხლა დამიწება ხო უნდა მივიდეს ნატურების უკანა ფეხებზე, ხო, კათოდებზე. ამისათვის გამოვიყენებ პატარა შავ სადენს. აი მოვაძრე და დავამაგრებ აი აქ.
დამიწების უკიდურესი პინიდან ესე შკალივით გადავიყვან აი აქეთ. აი ახლა პრინციპში მთელი ჩემი სისტემა უკვე აწყობილი არის. ჩემი სისტემა აწყობილი არის. აი ამ სქემის მიხედვით არის, ეს ბოლოში აი ეს მოქმედება გავაკეთე, აქედან დამიწება გავიყვანე. ხო, უკაცრავად, პოტენციომეტრში უნდა შევიყვანო ახლა ტექნიკაც, ეს როგორ გამომჭა. შეხედეთ აი ეს ელემენტი. მე კიდევ თქვი, რომ სისტემა უკვე აწყობილი არის მეთქი, ამიტომ მე ვიღებ კიდევ ორ სადეს და შესაბამისად პოტენციომეტრში აქედან შემყავს დენი. მიპოტენციომეტრის ფეხები ისე დგას, რომ მათ შორის ერთი ცალი პინი რჩება. აი დამიწებას კიდე გადავიყვან მეორე ფეხში. თუ სულ ყველაფერი კარგად გავაკეთე, მაშინ უნდა გადავიდეთ ახლა პროგრამის ჩაწერის ეტაპზე. აბატონო, აი ახლა უკვე ყველა ელემენტი შეერთებული მაქვს, ესე იგი ახლა მე მჭირდება რომ ჩემი Arduino შევაერთო აი აქ ავიღო კომპიუტერთან შემოერთებელი ახლა Arduino-ს ვაერთებ კომპიუტერთან. აბატონო, რა ვიცი, აბა ახლა ვნახოთ. მე შეგახსენებთ რომ ერთ-ერთი ხარვეზი რომელსაც ჩვენ ვაწყდებთ, ხო? ეს არის ხარვეზი დაკავშირებული აი ამ სადენთან. ზოგიერთი სადენი არ უშვებს რაღაც, ან ერთ Arduino-ზე მუშაობს, მეორე არ, ეხლა ვნახავთ, ეხლა მე გადავდივარ, შეგახსენებთ რომ ეს sketch-ში ჩამოწერილი მქონდა. აი აქ არის ესეთი მენიუში დანება tools-ი, აი ამ tools-ში მე შევდივარ და პორტში ვნახულობ, ხედავს თუ არა, ხედავს Arduino-ს და ასე რა მაინტერესებს უკაცრავად ვაპატიეთ. ესე იგი მე რო აქედან ხო ჩანაწერი მიდის, ხო კი ჩანაწერი მიდის, მე შემეშინდა ჩანაწერი ხوار შეწამეთ, მე რო გავდიოდ და შევდიოდ. ხო აი ნახეთ, აი აქ არის ესე იგი გადავიდეთ ხო პროგრამაში. ესე იგი აი აქ არის ეს tools, აქ ვეძებთ ports, ხედავთ რომ მან დაინახა Arduino, ნახეთ არის commerce და code12, მე შეგახსენებთ რომ commerce არ ნიშნავთ, იმიტომ რომ commerce ეს ნიშნავს რომ ვერ ხედავს უშუალოდ მიერთებულ Arduino-ს. ახალ მეორე 12 არის 12 მოვნიშნე. კიდევ ერთხელ დაჩვენებთ რომ ნახეთ აი 12 მოვნიშნულია. ამის შემდეგ რას ვაკეთებ, ესე იგი შეგახსენებთ ეს ვამოწმებ პროგრამას, აი ხედავთ მწვანე ეგრეთ წოდებულ ჩატვირთის შემოწმების ხაზს, მოქმედების მიმდინარეობის ხაზს უყურებთ. ის უნდა გავიდეს ბოლოში, რომ ნამდვილად ჩვენი პროგრამა ესე იგი სრულყოფილია და რამე ხარვეზი არ არის შიგნით, აბა ვნახოთ. ყოველ დროს უნდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გავიდეს ბოლოში, უნდა დაველოდოთ. ბატონო, ცოტა რომ გაადიდოთ და პროგრამა უკეთ გამოჩნდეს. იცით რა, პროგრამას თქვენ უნდა ჩამოიწეროთ. ნახეთ, უფრო მეტად რომ მე გავადიდო, მთლიანობაში ვერ დაინახავთ, მაგრამ მოით ეს რამეს გავაკეთებ. აი მე კი არ გავადიდო, აი ესე მოვიყვან, წამით. შემიძლია შუაში ჩამოვიტანო ეს პროგრამა. მართლა გითხრათ, არასოდეს ადიდება არ მიცდია ეკრანზე. მაგრამ ნუ აი ეს არის ეს პროგრამა, თქვენ პროგრამის წაკითხვა გდებაქვთ? მე შემიძლია ეს პროგრამა მოვნიშნო, აი ხა რა პროგრამას აქ ჩავწერე, მოვიქცე სრულიად სხვანაირად, ჩატშიც კი ჩავაგდო. თქვენ გინდა თუ წაიკითხოთ, თორე ისე ჩამოიწერთ იქიდან, ხო? კი, მადლობთ. ხო, აი ჩავაგდეთ ჩატში. კი ბატონო. აი ჩატში ჩავარდა ახლა პროგრამა. ხო, მე დავუბრუნდები ესე იგი ისევ ჩემ Arduino-ს, შემოწმებული არის. ეხლა ვიწყებ ჩატვირთვას, ნახეთ. აი თვითონ აბა შევხედოთ ისევ ამ ჩვენ იგი სივრცეს, ეხლა იწყება ჩატვირთვა. აჰა, აი ჩაიტვირთა. ხო, აი ჩაიტვირთა. აქაც პრობლემა არ იყო. ხო, ეხლა მე მაინტერესებს გადასვლა აქეთკენ და ნახოთ ჩემი მოდელი იმუშავებს თუ არ იმუშავებს. ხო, ჩემი მოდელი მინდა გითხრათ თუ არ მუშაობს, ერთ წამით. ეხლა უნდა ისე მე უნდა მოვნახო მთელი კონტაქტები. პუნქტიანი
ნაღობები ხო არ არის პრობლემური, ერთი წუთით ვამოწმებ ესე იგი ჩემს სქემას. მაია? მაია? მოდი დამეხმარე. მოდელი ავაწყე და არ მუშაობს და შენ ისეთი თვალი გაქვს, რომ ჩემ კოლეგას თხოვ ახლა დახმარებას, სადღაც რაღაცა ხო არ გაუში შეცდომა, იმიტომ რომ ჩაიტვირთას ყველაფერი და აბა შევხედოთ, აბა ერთად შევამოწმოთ. იგი ეს არის მინუსები და პლუსები აბსოლუტურად სწორედ ამაჩე. ბატონო გახა პინები შეამოწმე ის ფეხებზე 11 და 12. და ეხა აი პინებს ვამოწმებ, ერთ წუთს ვამოწმებ პინებს. 11 და 12 ჩანს აქედან. პინები თქვენ ფიქრობთ, რომ მე შეიძლება აი მან რომელში უნდა იყოს? უნდა იყოს 11-ში და 12-ში. აი 12 და 13-ი. პროგრამაში. თუ ისე მისია, მათაც გამოვიხსენოთ, რომ მათ შემოშალოს ხელი. ეს არის მე-12 პინი. მე-11. არის მე-11 პინი. სწორად იყო? ეს სწორად არის კი. სწორად დავიჯერო ესენი რაღაც სქემა წარმოიშლება, იმიტომ რომ სქემა აი რაღაც მომენტში კონტაქტების როლი არის. აჰა. ნუ ეს კონტაქტების ბრალი ყოფილა, მაცეთ ეხლა მე შემოვატრიალებთ, დაინახოთ როგორ მუშაობს, ხო, მოდელი? როგორ მაიეს და ხო, აი ხედავთ მოდელი ესე მუშაობს, მაცეთ ერთ წუთს როგორ დავიჭირო თითი, რომ ესე იგი, ნახეთ ეხლა რას აკეთებს ეს? ეს არის, ნახეთ, აი ძალიან სწრაფი ციმციმი, ეგ კამერაც კი ვერ ხედავს, მაგრამ თუ შევამცირებ წინაღობას, ხო? ციმციმი ხდება უფრო ნელი. ნახეთ, ან ციმციმის ტემპი იცვლება. ხედავთ? აი ციმციმის ტემპი იცვლება. ხო, ბავშვები მაგალითად ძალიან ხალისობენ ამ მოდელზე. მართალი რო გითხრათ, და ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ხოლმე თამაშების დროს, ხო? მე მგონი აქ რამე შეკითხვა ხო არ არის? მე მგონი გასაგები არის, ხო? და ისეც ვიპოვეთ რაშიც იყო პრობლემა. ესე იგი, ამას თუ დავატრიალებ მე, აი გავსდი ისევ სისწრაფეს. აი სისწრაფეს თუ გავსდი, სიხშირე ყტუნვის, ასე ვთქვათ, ადენების უფრო იზრდება. ეხლა აქ არის ერთ საინტერესო საკითხი. ნახეთ, ეს ვთქვათ, ეს ციმციმა კი ბატონო, გავაკეთეთ. ეხლა მე ჩავხსნი. ეხლა აქ არის ესეთი საინტერესო საკითხი. პრობლემად რო გადავაქციო. შეხედეთ, აი გადავალ ისევ სქემაზე. აი თქვენც რა იგივე, ჩვენ მაგალითად მოგვივიდა ბავშვებთან რაღაც კონკურსი გავაკეთეთ და აქ ჩვენ თულზე და იმაზე არ ვლაპარაკობთ. ეს არის საწყისი ეტაპი და ძალიან მნიშვნელოვანია, აი ყველა ბავშვმა შეძლოს, ხო? ვინმე მართვას, რომ ეს ჩემი არ არის, მე ფიზიკა არ ვიცი და რაღაცა, მაგრამ ეს არავითარ შუაში არ არის რა. შეგვიძლია ნაბიჯ გავაკეთეთ ნებისმიერ ზავის ბავშვი. როგორ შევცვალოთ ეს სქემა ისე, რომ ერთი წინაღობა გამოვიყენოთ მხოლოდ. აი ამოცანა ამას გვეკითხება. სად შეიძლება სქემაში გადავსვათ წინაღობა ისე, ნუ მე ხუმრობ ხოლმე ესეთ რაღაცას ვიძახი, რომ მაგალითისთვის ჩვენ ხო ვიცით, რომ რაღაც არსებობს რაღაცა გერმანული მანქანა, რომელიც საოცრად ძვირია და თქვათ იაპონური მანქანები ან კორეული მანქანები, რომელიც იაფია. აი წარმოვიდგინოთ, რომ მე წინაღობები რაღაცა ფასი ხო ღირს ამ ჩემ მოდელში. თუ შევამცირებ წინაღობების რაოდენობას, ხო? მაშინ ესე იგი ფასი დავარდება ჩემი ამ მოდელის და რაღაც ეკონომიურად უფრო მეტ მოგებას ნახავ.
ესე იგი, რა თქმა უნდა, ამას უყურებენ, ისეც უნდა მიხდნენ და აქ იწყება რა, ესე იგი. მინუს 0 დავსვათ წინააღობა. ხო, კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხო, უბრალოდ ესე იგი, თემა არის ისი, რომ ბავშვები იწყებენ ამის შესახებ დისკუსიას რა, სად რაღაცა ზოგი რაღაცა სიმჯავს, აქ შეიძლება მივცეთ დრო. ამ შემთხვევაში დიახ, მე თქვენს წინაშე, ესე იგი, ამოვიღებ ამ წინაღობებს. კაცრავად, აი ხა თქვენ წინაშე გავაკეთებ ამ პროცესს, ესე იგი, მე ამოვიღე ამ შემთხვევაში წინაღობები. შესაბამისად, მე დამჭირდება, რომ რაღაცნაირად თვითონ სადენებით შევაერთო, ხო? თვითონული ნატურა ჩემ სისტემასთან და მე დამჭირდება დამატებითი აი ამისთვის ვახსენე მოკლე სადენები. და მე ხა საჯერ, ისე ჯერ წინაღობას არ დაღავიყენებ. სადენები გადამაქვს ერთმანეთის გასწრივ. შეხედეთ, ესე სვავ სადენებს, სამწუხაროდ ისევ ვიდეო გაწყდა, დაველოდები რომ ვიდეო ისევ ჩაერთოს. მეორე ლურჯი ნატურის შემთხვევაშიც იგივეს ვაკეთებ, მე სქემაზე ვაჩვენებ, როგორ ვაკეთებთ ამას. ესეც სხვათა შორის როგორ გადაიყვანონ სადენები, ესეც ის არის, რა ქვია, საკითხი არის, ხო? ბავშვები უნდა მივხვდნენ, აქ არ ვერევით ბავშვები თავისუფალ არჩევანში და მოკლედ ეხა სქემატურად მე რო გაჩვენოთ აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ეთაბა, ესეთი რა. დაგანახოთ სადენები შეერთდა. ეხა ეს ვიდეო ერთი არის, მაგრამ მოდით სქემაზე გეტყვით, ამ შემთხვევაში მე რა გავაკეთე. სქემაზე მე ამ შემთხვევაში ესე იგი ესენი მოვხსენი, მე მგონი ჩემი კურსორი უნდა ჩანდეს წესით. და შესაბამისად ეს სადენები გადავაერთე, ანუ ერთ სადენი შემოდის აქ პინზე ჯდება, მეორე სადენი მოდის მის გასწვრივ ჯდება, მაგრამ აი ამ ხაზზე ჯდებიან, რომ შევიდნენ. ეხლა რაც შეეხება, კი ბატონო, თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, დამიწება, რომელიც მე აქ შემომყავს ამ დამიწებას შევსვავ წინაღობას. ხო, დამოვიდა კამერის გადაყანა, დაყენება. ესე იგი, დამიწებაში მე ვსვავ წინაღობას, მხოლოდ ერთს. წინაღობას. შესაბამისად, მას ერთ დამიწებასთან, სამი სადენი გამოვიყვანე, ეხლა ისე ვაერთებ მოდელს. აი, ნახეთ, ჩემი მოდელი. მოდით გავანახოთ, ესე იგი, ჩემი წინაღობა ერთია. ხო, ესეც რო თქვა, აი, ნახეთ, აი, წინაღობა ერთი ცალი წინაღობა არის მარტო შევიდეთ. დანარჩენი სამი მოიხსნა. მაგრამ მოდელი ისე მუშაობს. უხეს ესე იგი ინტერნეტი რა გიყოთ, ესე იგი ბუდიშის მოხდით, მაგრამ რა ვქნა. ჩვენი საერთო საგანმანათლებლო ინტერნეტი არის. და თუ დავატრიალებთ, ესე იგი ჩვენ იმას ისევ აი რაღაც შესაძენის პრობლემები გვაქვს, მაგრამ მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მუშაობს. და მე არ მინდა რომ ამაზე ცუდად დავხარჯო. მაგრამ სისტემა მუშაობს ერთი წინაღობით, ხო? აი ეს არის ესე იგი წინაღობების მაგალითად დილემა შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვებისათვის, როგორც პრობლემის დაყენება, გადააკეთონ, გავაუმჯობესონ და ასე შემდეგ. ახლა ყველაზე მარტივი გავაკეთეთ ჩვენ, რომ სამი წინაღობა გვაქვს, შევცვალეთ, ასე ვთქვათ, ერთით. მინდა გითხრათ, რომ ბავშვებისათვის, რომლებიც საწყის ეტაპზე არიან ესეთი პროექტებზე მუშაობის დროს, ეს ძალიან სახალისო არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დროც ამოიწურა, ხო? და რა ვიცი, აი რამე შეკითხვები ხო არა გვაქვს კოლეგებრო, დღეს გვინდოდა ეს გვეჩვენებინა და
შემდეგი პროექტი, მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო პროექტი არის, რომელშიც ასევე თამაშის ელემენტი შემოდის. ჩვენ შევეცდებით გავაკეთებთ პროექტს, რომელიც ოთახში დაინახავს უხილავ ძალებს და ბავშვებს ძალიან უხარიათ, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ეს ნასწავლიც აქვთ, ნებისმეტყველებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში წესვით, ისინი რაღაცა თითქოს აღმოჩენის წინაშე უცბად აღმოჩნდებიან, რომ აი ოთახში სადაც ჩვენ ვართ, საოცარი უხილავი ძალები არის, პირობითად თამაშით მოჩვენებებს დაუძახებთ მას და თვითონ მოდულსაც თან ცნობილი თამაში არის რაღაცა საწყის ეტაპზე ელექტროინჟინერიაში ეძახიან მოჩვენებების ძებნას, ასე ვთქვათ, ოთახში. შეკითხვები ხო არა გვაქვს კოლეგებო? თუ შეკითხვები არა გვაქვს, ჩვენ გავედით, ესე იგი ბოლოში, ხო ამ კითხვა დასმული არ იყო და მაშინ შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა ჩვენ დავასრულოთ. თუ შეხვედრის შეკითხვები არ აქვს. კარგით, გემშვიდობებით მაშინ. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. იმედია რომ არ გაგაწმილეთ და ესეთი მოდელი გაჩვენეთ ამ მოციმციმე ნატურების და მისი გადაქცევის, ესე იგი, ესეთ პრობლემურ ამოცანად, როდესაც 3 წინაღობის ნაცვლად ბავშვებმა უნდა შეცვალონ სისტემა. ჩვენ ადვილად გამოგვივიდა მერწმუნეთ, როდესაც ბავშვებს ამას გააკეთებინებთ, საკმაოდ დრო დაიხარჯება იმისაც, რომ ბავშვებმა მოძებნონ ეს სწორი გადაწყვეტილება. არქით, თუ შეკითხვები არ აქვს, მაშინ მე ესე იგი ჩაწერასაც გავთიშავ. მცირე პაუზას ვაკეთებ და გემშვიდობებით შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი შეხვედრა და მე უკვე მეც გამოვთიშავ ამ ჩვენ შეხვედრას. მადლობა მონაწილეობისათვის. მადლობ თქვენ საინტერესო ვებინარისთვის. მადლობა.